ხარიან, გილოცავთ ხონჩა ძღვენითა, ღმერთმა მრავალ წელს დაგასწროთ, აგავსოთ ჩვევარ ხენითა. მთელი ქვეყანა ხარობს ირთვება გასულ წელს მიაქვს ფიქრები ძველი, შობის სიხარულს ფეხ მოყვება ძღვენი ხალისით ახალწელი. იმედით მოდის ნუგეში გვახსოვს, ლოცვით ბარაქით სახლი აქვს კართა, თოვლის პაყაა დღეს ჩვენი მეგრე და სიხარულით გას ყველა კართან. ახლა ცოტა რამ საშობაო ტრადიციის შესახებ. ქართული ტრადიციის თანახმად ქრისტეშობის დღესასწაულზე სრულდება მსვლელობა, რომელსაც ალილოს უწოდებენ. ალილოს სიმღერა, მასში ერთის შორის სიხარულია. ალილი დახალხებული ფორმა ბერძნული სადიდებელი სალიბია, რომელიც ნიშნავს დიდება შენდაბლა. საშობაო ნადუსხის მორთვის ტრადიციის დაწესებაზე მრავალი გადმოცემა არსებობს. ერთი გადმოცემით, როდესაც ჰეროდეს მახვილს განრიდებული წმინდა ოჯახი ეგვიპტეში გარბოდა, მათ მეფის მხედრები წამოეწინენ. ოთხკაცენებმა ხეებმა ვერ დამალეს მაცხოვარი. მაშინ ნაძმა შეიფარა და წიწვებით დაფარა. იმ ღამეს ეს ნაძვი ულამაზეს თეთრ ყვავილებით გადაიყენდა. საშობაო ნაძვის ხე პირველად გერმანიაში მორჩეს 18 საუკუნეში. იგი ტკბილეული სანთლებითა და ბეთლემის ვარსკვლავით შეანგეს. ეს ტრადიცია მთელ მსოფლიოში დამკვიდრდა. ნაძვის ხე ქრისტეს მიერი მარადიული სიცოცხლის სიმბოლო გახდა. ისი ძალიან ბევრი რაღაც აღმოვაჩინა. ტრადიციული განვითარება რომ განვითარების რაღაც არის ხოლმე. უფროსებში არის ხოლმე რომ დაიზარდეთ. ეს იგი მართლა ძალიან ისეთი არის რა ქრისტეს მიერი ნეირია. ანუ ამ აღნიშნავთ აი ხო რა ძალიან ბევრი დაგვიწყდა ამის მერე გვეცოდინება რომ აუცილებლად იგი პატარა პროდუქტი უნდა საშობაოდ მოვხდეთ და ხონდეს ოჯახში შევიტანოთ. თუმცა მიდას თორი ხარავს და მზის ხევით აღარიდი, გულში მაინც ეცვლელავს, დილა არის ახალი დიდი, გაგენიდან აკადემიის მოხდები აღარისთვის, გულს კი მაინც ზეიმი აქვს, დილა არის ახალი დიდი. ხეზე ჩიტი დაბრეკილა, თითქოს ფრენა აღარ იცის, გულს კი თითქოს ფრთა შესხმია, დილა არის ახალი წლის. გაძარცულდა ხისტოტები, გაზეთ ფოთოლი აღარ იცრის, გულს კი თითქოს სიო არხევს, დილა არის ახალი წლის. აქვე ქუჩებს მოვეწინოთ, გული სახში აღარ იცის. მივულოცოთ ჩვენ სამშობლოს, დილა არის ახალი წლის. ცოტა შემართებას კიდევ შემოვიდა საქართველოს საქართველოს Para
მწყეთა მე ქართლის დედა ამა ეს თასი შავ შარბათი დედა ვარ ხორა ისინი ჩემი ხო დამილოცო დედა ქალაქი ხო დამილოცო სამშობლოს ჩემი მე დედა ვარ და ვარ დედაინა ხო დამილოცო ჩემი ანბანი მე დედა ვარ და ვარ დედამიწა მიწა ოდენღაც სისხლის ნაბანი ვარ დედა მოდი დანოჩე სახლი მშვიდობა მოხვეწელო ახალო ვიბედნიერე მშობელი ხალხი ქვეყანა ციცოცხლი ენგი ახალოს დედა ვარ ჩვენა მარტო ქართლისა ქვეყანას წვდება ფიქრები ჩემი მშვიდობით გევლოს ნაცნები ნასხლისა ხო დამილოცო სამყარო ცელი მშვიდობით მოხვეწელო საშობაო ადამიანები ერთმანეთს საჩუქრებს უძღვნენ. ეს ტრადიცია პირველი საუკუნიდან მომდინარეობს. სპარსი მოგოლის მიერ ყრმა იესოსთვის საჩუქრების მიღწევის მაგალითით საშობაო ერთმანეთისთვის საჩუქრების მიღწევა სწორი მას შემდეგ დაწესდა. სუფრას რაც შეეხება უამრავ სასწავლო კერძს ამზადებენ საცივი, გოზინა, გოჯი, ინდაუ, ჩურჩხელები, საშობაო ოზელი, რომელიც ყველა ოჯახში გვხვდება. ჩვენ ყველაზე მეტად თოვლის პაპის მოტანილი საჩუქრები გვიყვარს. უცხოეთში თოვლის პაპას სანტა კლაუსს უწოდებენ, რაც წმინდა ნიკოლოზს ნიშნავს. წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან ვიცით, რომ იგი ძალიან მოწყალე იყო. მას არასოდეს ავიწყდებოდა გაჭირვებული ადამიანები და განსაკუთრებით დღესასწაულებზე შეეწეოდა. შობის ღამეს ჩამოევლიდა და ჩუმად უწყობდა საჩუქრებს ღარიბ ადამიანებს. ასე დაუკავშირდა წმინდა ნიკოლოზის სახელი ქრისტეშობის დღესასწაულს. შემოვდგი ფეხი ილოცოთ წყალობდე წმინდა ბასილი იმისი მადლით იყავით პურით და ღვინით ავსილი ჩემს ნაფეხურსა კვალი აჩის წმინდის ანგელოზისა ისაკ ფარავდეთ გლოცავდეთ უფლის მარჯვენა ხაზისა გულზე ხატვის ვენებული მომდივარ მომიხარიან მადლი უფლისა მომიზღვის წმინდანი ჩემთან არიან თელის ტაბაკი მიჭირავს სამთლებით გაჩაღებული ზეთხორბალია პურჟინო ოქრო და ვერცხლი ქებული გაგილოცეს უფრო აფლითა და ღვინით სავსე წელი მოგცეთ ბედნიერი დაგელოცოთ ყველაფერი ლამაზი და მშვენიერი ჭერს დაგილოცავთ აგავსოთ დაღვრილი შუქით ციტანცა მოყვარე ღმერთმა გიმრავლოთ მოკეთე ყოველ გზითანცა პურ ღვინო მოულეველი ვით მომდინარი ციტანცა სიცოცხლე გახარებული მოუწყინარი თითანცა ისე დატყვით ამ ქვეყანას ვით თაფლი ფუტკრის კიტანცა ღმერთმა თქვენი ადრეგზელოს საძირე და საძირკველი ღმერთმა ყველას გიდღეგზელოთ სტუმარიცა და მასპინძელიც აშენდეს თქვენი ოჯახი თქვენი ფუძე და ბინა 140 მაანგელოზმა ყველამ თქვენს ჭერქვეშ წირა ღმერთმა ისე გადღეგზელოთ როგორც შიოს მარანიო ვაზის ნერგი დაგიძველოთ სარჩო მოგცეთ მრავალიო აგაშენოთ და გამშვენოთ ფული მოგცეთ კიდობნითა თქვენს ოჯახში მეკეიფოს თქვენთან ერთად მშვიდობითა დაუბრალდი დედას გონებრივად საინტერესო ეს ალბათ ყველა ვიცით და დავიან სახში ეპარქია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევი ეს ტრადიცია ჩვენშიც დამკვიდრდა ამით ჩვენ მოვიღოთ ყოვლადწმიდა ქართულს რათა შემოვიდეს ჩვენს ოჯახში მოიხმოთ ქრისტეს რათა იგოს ჩვენს და არა მარტო ჩვენს სახლებში, იშოს ჩვენს გულებში და მარაჯა
ვიბედნიეროთ, ვიხაროთ უფლის მაცხოვრის ასეთი ბრწყინვალე შობით. ხო და ეს არის თავარი დღესასწაული და თემა რაც ჩვენ წარმოვადგინეთ მე-7 კლასის ბავშვებმა და დამრიგებელმა მუსიკის მასწავლებელმა. ეხლა მოვისმენთ მრავალჟამიეს და რა ვიცი, ასე დავასრულებ ღონისძიებას სანთლებით პატრიარქის კურთხევით, რომ ვანდებთ შობის ღამეს განჯარებს და საქმეთან და მოვიხმოთ მართლა უხალს შემოვიდეს ჩვენში, ჩვენს გულებში და ვიყოთ ბედნიერები და ვიყოთ მზრუნველები, ეთილები ერთმანეთზე ზრუნვით. ვეღამებინოს და გვეჩენებინოს. მრავალჟამიეს. ამინ. Ocha, Nino, ocha.